გამარჯობა. Დღევანდელი ჩვენ გეგმაში არის, რომ წავიდეთ ჰაჩეპსუტის ტაძარში. რაც არის ჩემი საყვარელი ადგილი მთელს ეგვიპტეში. ხო და იქამდე მისასვლელად ფეხით არის ძალიან შორს. ფეხით მივსულვართ იქამდე. არის 6 კილომეტრი, ხო? 6 კილომეტრი თაკარამზეში მივლია. ნათიასაც ულია ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მივათრევ ხოლმე. მაგრამ დღეს გადავწყვეტეთ, რომ ჯობს ტაქსი გამოვიყენოთ. და წავალთ ახლა იქამდე. შორი რა? ვახსენე უკვე რომ მანძილი. მანქანითაც სუნდები 1-15 წუთი. ოღონდ ყველაზე კარგი ფეხიცი არ უიწოს მე რაც მიყვარს რასაც გამოვარდო არის რომ მისასვლელი გზაზე გადიხარ ეგვიპტის სოფელს. სადაც გაშენებულია პლანტაციები პამიდრის, სიმინდის, ბანანის და აი მან სიარული ძალიან კარგია. ესეთი აი გრძნობ ეგვიპტურ სოფლურ ცხოვრებას. ლა, we go there. We go there. ხოდა დღევანდელ დღეში დღეს პირველი ამოცანა არის ეგ რომ მივაგვწევთ ჰაჩეპსუტამდე და შემდეგ წავალთ ალბათ ჰაბუ ტემპლში და დიერ ელ-მადინაში. ახლა ვიმყოფებით ლუქსორში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც მდებარეობს გამორჩეული ადგილები ეგვიპტის ისტორიისთვის. ეს არის დიერ ელ-ბაჰარას კომპლექსი, რომელიც შედგება ბევრი სამარხისა და ტაძრისგან. ერთ-ერთი არის ჰაჩეპსუტის ტაძარი, რომელიც აქ არის. აქვე არის იქით მხარეს Valley of the Kings, სადაც დამარხული არიან ფარაონები, ისეთივე როგორიც იყვნენ, მაგალითად, სეტი პირველი, თუთმოს მეორე, მესამე და ყველაზე გამორჩეული ტუტანხამონი, რომელიც მე დღეს მომშვენებს. აქვე არის Valley of the Queens, სადაც არიან დამარხული ფარაონის ცოლები, დედოფლები, არის დიერ ელ-მადინა, არის ჰაბუ ტემპლი და მოკლედ ძალიან ბევრი ადგილია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე გასაოცარი და ყველაზე საყვარელი არა მარტო აქ, არამედ მთელ ეგვიპტეში არის ჰაჩეპსუტის ტაძარი, რომელიც არის არქიტექტურული შედევრი. აი, უბრალოდ რომ უყურებ ეს კლდეში ნაკვეთი სილამაზე გვრის რაღაც ისეთ მაგიურ შეგრძნებებს, რომელსაც ენით ვერ აღწერს. შორიდან ყურებას ხო ძალიან მაგარია. ახლოდანაც რომ მიდიხარ ძალიან მაგარია. საიდანაც არ უნდა შეხედო, ყველგან ძალიან მაგარია მოკლედ. ჰაჩეპსუტი თან გამორჩეული არის იმიტომ, რომ ის იყო მეორე ქალი ეგვიპტის ისტორიაში, რომელსაც დაიკავა ტახტი. და ის არ მოიხსენიებოდა სხვათა შორის როგორც დედოფალი, იყო მეფე, როგორც ჩვენი თამარ მეფე. იმდენად დიდი სტატუსი ჰქონდა, რომ ესეთი შემთხვევები ხშირი არ იყო ხოლმე. მხოლოდ გამორჩეულ პიროვნებებს შეუძლიათ ისტორიაში თავის სახელი ესე დაამკვიდრონ. ჰაჩეპსუტი არა მარტო ესე უბრალოდ სახელი ჰქონდა, ანუ მართლა მაგარ რაღაცებს აკეთებდა, ისე როგორც ეგვიპტისთვის, ასევე მისი შემოგარენი პროვინციებისთვის მის პერიოდში სავაჭრო გზები ბევრად უფრო განვითარდა, უფრო დაამყარეს კავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან და გაზარდეს ეს თავიანთი ეკონომიკა. მე როგორც ვიცი, ეს ჰაჩეპსუტის ტაძარი დაკავშირებული არის უშუალოდ დედოფლის სამარხთან, რომელიც წლების იქ მდებარეობს. როგორც ვახსენე, იქ არის Valley of the Kings და Valley of the Queens-იც.
ხო და მე როგორც მახსოვს, აქ არის რაღაცა გვირაბით უკავშირდება და იმისით შეგიძლია. ნახვა რა, გახსნილი არ იქნება ეგ ტურისტების რა თქმა უნდა. არა მაინც. ვიღაცას შეეძლო. და მაგერია. აი თანამედროვე ფემინისტებს ძალიან მოეწონებათ ეს ადგილი. და ნახავენ როგორი უნდა იყოს მართლა ნამდვილი ქალი. შორის ეგვიპტეში, ძველ ეგვიპტეში. ქალს ანუ ისეთი სტატუსი არ ჰქონდა, როგორც მაგალითად შემდეგ შუა საუკუნეებში, ანუ უფრო ადრე. უფრო ძლიერი სახელის მქონე იყო და უფრო ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ქალებს შეეძლოთ ისევე როგორც საკუთრების ქონა, სახლის ქონა მის სახელზე, შეეძლოთ ასევე მაგალითად განქორწინების მოთხოვნა თუ არ მოეწონებოდათ. და საერთოდ ანუ მათი სტატუსი იმაზე ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ისტორიის შემდეგი 2000 წლების განმავლობაში ისტორიაში. ეხლა ვართ სამლოცველოში, რომელიც მიზღვნელი იყო ამ რასადმი და სასაცილო ფაქტი, რაც მახსენდება მის შესახებ, არის რომ აი აქ პირველად ვიყავით მე და ჩემი მეგობარი მოსული 2020 წელს და ვიღაცა ეგვიპტელი ეს ცველი ტიპი იდგა სახელმწიფოს რო ყავს დანიშნული აქ ძალიან დაბალ ხელფასზე აქ იჯდა და რაღაცებს ჭამდა რა აი სადაც აი ხელის შეხებაც რო შეიძლება იქ იყო ჩამომჯდარი გაშლილი ქონდა სუფრა და მიირთმევდა ისე სვრიდა იქაურობას ხელებს ზედ ქვებს აწმენდა და მე და ეს ჩემი მეგობარი მივედით რა და მეუბნებით რომ აქ რასაკეთებო რა ანუ შენ ხვდები მაინც რომ ანუ ეს რამხელა ისტორიის ნაწილიაო და შენ ესე წამომჯდარი ხარ და რაღაცა იმაშვებიო რა და კაი ბოდიშიო რა ინგლისურად ვერც ლაპარაკობდა კარგად კაი მე მაპატიეთო და ფინიკის 2 წელი ის გამოგვიწოდა ფინიკი იყო თუ ეგვიპტური ყურძენი აღარ მახსოვს მაგრამ რაღაცა ცოტა ხილი მოგცა რა რომ აი შეემსუბუქებინა თავისი დანაშაული ჯიგარი მოკლედ მიგიჩემ რომ ჩემი შეცნობა არ გაიმეოროთ აქ უკვე ვარ მესამეჯერ ნამყოფი და საერთოდ ეგვიპტეში და ბევრი ნამყოფი ვარ ერთი და იგივე ადგილას ასე არც ერთხელ აი კარგ დროს არ მივსულა სულ მზეში ვკვდები და ვიცვი და აი აქ რო გავდივარ უკვე სისხლი მიდუხს ხოდა დილით ვერ ვიგვიწევ ეგ არის პრობლემა თქვენ თუ მაგას მოახერხებთ კაია ეხლა არის 11 საათი აქ და აი სიცხე გაუსაზრდელია 7-ზე თუ 6-დან იხსნება 7-ზე თუ მოხალთ უკეთესი ის წიგნი ხომ იცით Shadow Hunters აი მაგის ერთ-ერთი აღწერა ვართ ეხლა მე და ნათია ვყავთ აი პირდაპირ გაგებით Shadow Hunter-ები ვართ ეხლა რა რომ აი სადაც ჭრდილს ხედავთ ეგრევე იქით აი ვინმე მარდა გვასწროს და გადატვირთული არ იყოს აი მაგრად ხელა კი ხალხო გამათრიეთ აქედა overheating ჰაჩეპსუძე საინტერესო ფაქტი ჰაჩეპსუძე და თუთმოსებზე ჰაჩეპსუძე იყო თუთმოს პირველი შვილი თუთმოს მეორის ცოლი და თუთმოს მესამის დედა ოღონდ იმენა დედა არ ყოფილა ეს იყო თუთმოს მესამე იყო ჰაჩეპსუტის ქმრის შვილი აი ნაბიჯვარი შვილი ბასტერ როგორც სნოუ აქ ალბათ სენდი ერქმეოდა ხო და ის იყო ჰარემის ერთ-ერთი ფავორი ჰარემის ტიპისგან გაჩენილი შვილი რომელიც ყავდა ეს ჰაჩეპსუტის მეუღლეს და მისი გარდაცვალების შემდეგ ეგავიდა თუთმოს მესამის სახელით ტახტზე კარგი რაც არის ერთ ადგილას რამდენიმეჯერ ყოფნისას არის რომ ფოტოების გადაღება ის ხშირად არ გინდებოდა რა თავი არ მოვიდა აქ მომს გადაღებული ერთი 104,577 ფოტო მარტო აი და კიდე ბევრ ადგილებში ძალიან სავსე იყო ჩემი მეხსიერება ტელეფონში ხო და ეხლა რაც მოვიდა აქ ბევრ ფოტოებს აღარ ვიღებ ვიდეოებით უკვე ყოფილდა არა ძალიან მაგარია აქ ამ პოზით ადგებით საინტერესო ფაქტი ეგვიპტური ხალხობის და კედელზე გამოსახულობის შესახებ. ბევრმა იცით, ბევრმა რა ყველამ იცით ესეთი ეგვიპტური სტილის ნახატები. მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ ის თუ რატომ აკეთებდნენ ესე. ეს არისო იმის გამო, რომ
მათი ხელოვნება და ნიჭი არ აძლევდა საშუალებას, რომ რეალური ფორმების მქონე ადამიანები გამოესახათ. ეს იყო სპეციალური გადაწყვეტილება, რომ გაიკეთებინათ ისე, გამოიჩინათ ადამიანი და დაიხატათ, რომ მისი ყველა მისი გამოსახულება ყოფილიყო იდეალური ყოველი მხრიდან, მაგალითად მხრების სწორად, სახე ყოფილში, რომ დაიჭირათ მისი არამარტო უბრალოდ ფორმა, არამედ სული. და იმიტომ ფოტოდნენ ესე ფეხები მოძრაობაში, წანი აქეთ, თავი პროფილში. და ამაზე ერთ-ერთი არქეოლოგის მიერ ნათქვამი ფრაზა მაქვს, მოსმენილი, რომელიც ჩარჩენილი მაქვს ქონებაში, რომ ეს იყო ერთგვარი God's eye view. ისე როგორც ღმერთი აღიქვამს, როგორც ღმერთი ხედავს ადამიანს, რომელიც ჩვენ თვალი მაგ პერსპექტივას ვერ აღიქვამს და ვერ დაინახავს უბრალოდ. ეს არის კაფე, რომელიც მდებარეობს ჩეფსუტის ტაძრის წინ. და ფასები ვიკითხე. აქ ფასებს როგორ უმატებენ, როგორ აგიხსნათ რა. Coca-Cola ისე ღირს აქ 15 პაუნდი. ჩვეულებრივ მაღაზიებში. აქ მითხრა 150, ანუ 10 ჯერ ძვირი მითხრა. მეთქი არა მეთქი, 100-ზე ჩამოვაყანდნენ, მაგრამ მაინც თავიდან ეუნებიან 150 ისეთ ტურისტებს რა. ასევე სიმყავაში მითხრა 250. ყველაფერი არის დაახლოებით მინიმუმ 10 ჯერ ძვირი. და ეგრე გახდებინებთ. მესმის 2-3 უფრო ძვირი იყოს, მაგრამ 10 არის საშინელება. ძნელია ამ ადგილის დატოვება. გამოვედი ახლა. და აქ მაქვს ერთი ტრადიცია, რომ ამ ადგილს რო ვტოვებ, ესე უკანსვლით მოვდივარ ხოლმე. კაცო უყურო. რას ვიზოთ ესეთია ცხოვრება. და შემდეგი გაჩერება არის ძალიან საინტერესო ადგილი, Deir el-Medina, რომელიც აქედან 1-2 კილომეტრში მდებარეობს და იქიდან ჩაგერთვებით. ეს არის კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ადგილი, რომელიც მდებარეობს ლუქსორში. ზოგადად როგორც ვახსენეთ, ოდნავ მოშორებით ვართ ჩეფსუტის ტაძრიდან. ამ ადგილს ქვია Deir el-Medina და იყო მუშების დასახლება, რომლებიც მუშაობდნენ მეფე თოველის Valley of the Kings-ის აშენებისას. აქ შეგიძლიათ დაინახოთ მათი ნამოსახლარი, ისინი ცხოვრობდნენ ერთად. სახლები იყო ძალიან მჭიდროდ, მაგრამ ძალიან პატარა სახლებიც არ ქონიათ. ცოტა მოშორებით იყო ეს აგებული დასახლებისგან, რადგან დაეცვათ თავისი საიდუმლოება და სიწმინდე აგების მეფე თოველის აგებით. სამარხებს ქვაზე მუშაობდნენ, ნახატებზე, წყალის ვისა ჰქონდათ, ყველა მუშა ცხოვრობდა აქ. მე შეიძლება მედინა არაბული სახელწოდება აქვს. თუმცა მათ პირვანდელ დასახელებას ამეკ ვიდეო. მოკლედ, ეხლა ვცდილობ, რომ არ შევიმჩნიო, რომ ვიდეოს მიღებენ, იმიტომ რომ აქ ერთი ნახევარი საათი ველაპარაკებოდი კაცს, რომ ვიდეოს არ მაღებინებდა, რომ არ შეიძლებაო და უნდა იყიდო. მართლა წერია იქ, მაგრამ აქამდე. ეხლა ვიღებთ ვიდეოს, ისე რომ ვითომ ფოტოს ვიღებთ, იმიტომ რომ წეღან გვეჭხუბნენ და ვითომ წაგვეშლევინეს, არ წავშალეთ რა თქმა უნდა, მაგრამ მოკლედ ეხლა ვწერო, რომ ეს არის Deir el-Medina, აქ ცხოვრობდნენ მუშები, რომლებიც მუშაობდნენ მეფე თოველის აშენებისას, მხატვრები და ასე შემდეგ. ეხლა ისე ვიზავ ხოლმე, რომ ვითომ წავედი და ვიდეოს აღარ ვიღებ, ვითომ ფოტოებს ვიღებ. რა იციან ეხლა ამათ მომე ფოტოს ვიღებ თუ ვიდეოს. დავდგები ესე. და ნახევარი საათიანი ლაპარაკის მერე მაინც არალეგალობას გავაგრძელებ, იმიტომ რომ არასწორი ისინია ხა. ამათ ეშინიათ, რომ აქო ვიდეოებს რო იღებენო ვიღაცები YouTube-ზე დებენო და ცუდ რაღაცებს ამბობენო. არ შეიძლებაო. ხო და მე ესე გადავიღებ, გავაგრძელებ და ეს იყო მათი სამოსახლარი რა. ქალაქისგან ცოტა მოშორებით ცხოვრობდნენ, რომ ის სიწმინდე და საიდუმლო მათი სამსახური დაეცვათ და ხელშეუხებელი ყოფილიყო დანარჩენი საზოგადოებისგან. აქ ვიღაც დაცვებიც მოდიან და მე თავს ავარიდებ ცოტა. ესე ის გამოვალ. ოთახები ჰქონდათ დაახლოებით აქ
ეს სახლებით მჭიდროდ ცხოვრობდნენ და 3-4 ოთახიანი სახლები ჰქონდათ, ესაც კარგად ჟღერს, მაგრამ პატარა ოთახები იყო მაშინ. ანუ დიდ ვერაფერს ვერ გააკეთებდი. და ყველანი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ყველას ერთმანეთის ესმოდა და ესე ცხოვრობდნენ. მოკლედ, ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი აზრით მაშინ აქ ცხოვრება, გასართობი. ცოტა შემაწუხებელი, მაგრამ გასართობი. ეს არის მთლიანი დიარელ მედინას დასახლება. ხო, საინტერესო რატოა ახლა ჩემთვის ეს ადგილი. რომ წარმოვიდგენ, როგორი იყო მათი ყოველდღიური ცხოვრება აქ სამუშაოს შემდეგ. ეგვიპტელებს დალევა უყვარდათ, საკაიფოდ ვსვავდნენ ლუდსაც და ღვინოსაც. იდეაში ეგ იყო მაგათი გასართობი. ცოტა ძიმე შრომის დღის გადასატანად რა. და შრომა კიდე ბევრი უწევდათ. მაგრამ მაინც ახერხებდნენ ხოლმე. ხუმარა ხალხი იყო. ბევრი ისეთი სასაცილო ნახატები შეგვხდებათ აქ რო ჩამოხვალთ ფერდებზე. ძალიან გახსნილები, ხიარულები და ანუ ხალხთან კომუნიკაციას უყვარდათ, რა სიამოვნებას იღებდნენ მაგისგან. ერთობოდნენ მუსიკას უკრავდნენ, ლექსებს წერდნენ და ასე შემდეგ. ხო და მაგიტომ არის ჩემთვის ძალიან საინტერესო ეს ადგილი, რომ აი როგორი იყო მათი ყოველდღიური აქ თანაცხოვრება. მეტად ესეთ მჭიდრო დასახლებაში. ძალიან ჯიგრები არიან რა. ანუ ისე ამიგრძალეს, ანუ თან ამ მართლებით ნახევარ საათი მელაპარაკებოდნენ, რომ ხარავ, ანდო, უიღებო. და მარტო ერთ ადგილას დგანან და აქ-აიქ მიმოფანტული არიან ხოლმე რამდენიმე დაცვა ერთი, რას გაიგებენ. მოკლედ ესეთ ადგილებში ცოტა შედარებით მიტოვებული ნაწილებში ეს არის დიარელ მედინას ტაძარი. ბევრი ტურისტი აქ არ დადის. და აქედაც იქით ჰაბუ თემპლია და იქაც შედარებით ნაკლებად ტურისტების. ხო და გვერდებზე რა, ანუ მიხლილი აქვს ეს ძველი აქ აღმოჩენილი რაღაცეები რა, ესეთი თიხის ჭურჭლის ნამსხვრევები და ანუ არავინ ყურადღებას არ აქვს, ნაგავსაღებად აქვს გადაქცეული. რაც აი ძალიან დიდი დანაშაულია, ამიტომ მე ესეთი სადამსჯელო ის მაქვს მოფიქრებული მეთოდი. იქნება მიმოქვს ხოლმე რაღაცეები სახლში. და ჩემი სახლი არის ახლა გავსებული, მაშინ ერთი ჩანთა ის ავიღებთ. 2000-3000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი. და ანუ აი ისი აქვს მიყვილი, რომ აი საქართველოში ანუ ნაგავსას არ ვაკეთებთ ეგრე რა და ესენი ხელა ისტორიას ექცევიან. Come my friend, come. ხავართ დიარელ მედინას ერთ-ერთ სამარხში, სადაც გამარხული იყო მუშა, ხონდეს არ არის ერთი ჩვეულებრივი მუშა, ეს არის ცოტა ზედაფენის წარმომადგენელი, მთავარი არქიტექტორი ან დამპროექტებელი სენეფრუერ ფასახელი და აქ იყო დამარხული. აქ არის მოხატული მისი ცხოვრება, მისი აღწერა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა და მისი შემდეგი მოგზაურობა და გადასვლა იქით ქვეყანაში. საკმაოდ მოგრძალებული სამარხია, მაგრამ მუშესთვის მაინც კარგი იყო. ბევრი სამარხი არ არის აქ, სულ რამდენიმეა და ესეთ გამორჩეული პირებისთვის მხოლოდ. აქაურობა, ეს კიდევ ერთი სამარხია, ძალიან ლამაზია, ეგვიპტურ სამარხებში ყოფნა. დიდი სიამოვნებით მექნებოდა ერთადერთი სამარხი, როცა დრო მომიწევს. ამ სამარხს უკეთესად იცავენ. შუშებია, ხელით შეხებაც არ შეგიძლია.
მაგრამ ძალიან კარგია შემონახული. ფერები ისევ ისეთივეა, თითქმის როგორც თავიდან იყო. მაგრამ ეს ყოლა რო აქ ვიღაცებმა ვანდალებმა გაანადგურეს, იმიტომ რომ ბევრ გამოსახულებას აქვს სახეები წაშლილი. აქ მხარესაც. სახეების წაშლა იმ დროს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაც სუდი ადამიანი იყო. მაგრამ აქ ბევრ გამოსახულებას აქვს ეგრე წაშლილი. და ამ შეიძლება უბრალოდ ვიღაცა მიიმუნა. ამ რაღაც ტრენდი იყო მაშინ. არის დიერელ მედინას ერთ-ერთი საკანი. სადაც ხედავთ სხვადასხვა მერქის გამოსახულებას, ან მისი ოსირისი, აისიდა, ჰოროსი, ასშენი. მოკლედ ყველა ტაძარი რაღაცით განსაკუთრებულია. ეს არის ადამიანის კულტურა რა. ყოველთვის ერთიანები ვიყავით. წარწერები 1812 წელს. 1837 წელს, ან 57-ის, კარგად ვერ ირჩევა. მაგრამ ყველგან შეხვდებით ესეთ დაკაცრებს. ახლებიც არის. უმეტესად ახლებს ვინც აკეთებენ თვითონ ეგვიპტის მოსახლეობა და არაბები არის. არაბულად დაწერილი რაღაცები აქაც იქაც ყველგან ერთი იგივეა. ეხლა ყველანი ქუჩაში აქვს გაშლილი მაგიდები, სუფრები და ელოდებიან 6 საათის ბახტომას. ეხლა დაახლოებით 5 წუთი აკლია. და მერე იქით ქაოსურ ქუჩაზე ჩაუჯდებიან და ერთად შეჭამენ, აღნიშნავენ ის პირველ კვებას. აქ ქუჩები ესე არის მორთული სულ. განწყვეტი ნიურსმია. ხო. სიწყმარია უკვე კაცი შვილი ვარ და აქეთ ეხლა ხო ყველა არის სახლებში ემზადება ხო ან სახლში არის ან ქუჩაში აი იქ ჭამენ არის ის არავის მოლას გარდა მოლას გარდა რომელიც არის ლაპარაკობს თომერის დრო ვა ამ თელ ქუჩაზე არის ნიურის სუნი ხო ყველა ნიურსია რატო მოხდება მოვედით ისევ გაფორმებებში როგორი სიწყნარია ესეთი ის ანუ ძალიან იშვიათია ხოლმე რა ეგვიპტეში სიწყნარის დაჭერა
თუ აი გადაწყვეტ თუ ქუჩებში ხარ და ცოტა ქალაქის ცენტრისკენ, ეს ახლა მთლად ცენტრი არ არის. ქუჩებსაც ეტყობა, მაგრამ მაინც ხალხმრავალი ადგილია. შარდესუნი. შარდისუნი აქ არ უნდა გაგიკვირდეს, იმიტომ რომ იმ გამომდინარე იქიდან რომ ეტლებით დადიან მაგ ეტლებში ხო ცხენები არიან შემმულები. იმ ცხენებმა რა გააკეთონ და მთელი ქუჩები მოსვლილია. არა მარტო კაიროში, ანუ ყველაზე განვითარებული და ყველაზე ევროპული ქუჩაში. ია დუბანში, კაიროში სადაც ჩვენ ცხოვრობენ. იქ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს, რომ ანუ კაცები მანქანა გადმოდიან და შარდავენ იქ. კი, ეგ ხო. ანუ მე ერთხელ მე ნორმალურია. კი, ერთხელ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა რა, რომ ანუ ჩვენ სადაც დავდიოდით ხოლმე, იქვე ახლოს მაღაზიები სადაც ჰქონდა ჩვენ საცხოვრებელ ადგილთან. ბიჭო, კაცი გადმოვიდა რა და იმაში რა ქვია, დაიწყო მოფსმა. მეთქი. ანუ რას აკეთებ თქო რა, აქ რატომ ვსწავლ მეთქი? ანუ არ შეიძლება თქო რა, ხალხი დადის მეთქი. ქალებისკენ გაუშვირე ხედი რომ მეთქი დადიან თქო რა. და ანუ ინგლისურად ვერ ვაპარაკობდა ხო და მითხრა, ანუ კაი რაღაცა და წავიდა მე რა. ხო და მე ნათია ჩამოვჭი. მე ვკითხე ჩემ ეგვიპტელ მეგობარს რა, რომ მეთქი ესე ხდება მეთქი რა და პირველი შემთხვევა არ არის. რაც ესე დავინახე თქო. ხო და ეგო გამოწვეული არის იქიდანო რომ ეგვიპტელებსო აქვთ სუსტი შარდის ბუშტი თუ დიაბეტიკები არიან ხო ეგვიპტელები ანუ მიდრეკილები არიან დიაბეტისკენ და შარდის ბუშტი მოქმედებსო თუ რაღაც ეგეთი ანუ ეგ ახსნა ქონდა მე მედიცინაში ვერ ვიყავი და ვერ გეტყვით რამდენად მართალია ეგ და რა ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს მაგრამ ეგ თქვა რომ ანუ გვიჭირსო ვერ ვიყავებთო რა ხო და მაგიტომ მე მაპატიე მაგათ მაგივრადო ეი ესე ვერ გავალ ესე უნდა გავიდე მოვედი სასინელო ნაგრის ეს ყველი შეიძლება გავალთარა არ ვიცი ხა ისეთ ადგილას ვარ რომ არ ვიცი საით უნდა გავიდეთ რომ გავაღწიოთ აქედან არა რამეს ვიზავთ აი მე სანაყინეს ვიპოვი და იქიდან ჩაგერთვებით გადაობა რაღაც რაც მხოლოდ ლუქსორში ხდება ხოლმე. აქ აქვს დამოღამებული როგორი ტყუილი ახლა ვიღაც ტიპებს რა რომ აი შენთან რაღაცა ის დაიჭირონ და რაღაცა შემოგტანონ და მოკიდონ ან რაღაცა ეგეთი ქნან. რომ მოდიან რა და გეუნებიან. Oh I know you from hotel. I work in the kitchen რა. და ყველა მაგას გეუნება. და ახლა წეგან ერთი ტიპი მეუნებოდა მაგას რა. და უთხარი რომ ვა მეთქი ყველა ჩემი სასურველს კიჩენში რანაირად მუშაობს თქო რა და მე მეორე მოვიდა ტიპი რომელიც გუშინ მაგას მეუნებოდა და ეს ჩემთან მუშაობს მეთქი და მე ბრაზდებიან რა რომ კი ვიტყუებიო მაგრამ კარგს ვაკეთებო რატო რა ლოგიკა აქვს ვერ ხვდები მაგრამ ანუ მაგით ცდილობენ რომ შენი ნდობა მოიპოვონ რა და ეგრე ხო და ეგეთი რაღაცაები იცოდეთ რომ ტყუილია არ მოტყუგეთ. ნათია დამეკარგა. ნათია სად ხარ? დამომიჭირე. გალამაზი მზის ჩასვლა გვაქვს ეს. თან კარგია. გამოგრავო რა უნდა? ხვალ მოდი ფულკაზე ჩვენთანა. მე შენ გიქცნობ. გუშინაც ვილაპარაკე. გუშინაც ვილაპარაკე. კიჩენში ხوار მუშაობ შენთან. და. და. Mexican. Ten numbers of Austria. შევაგინო მგონი ამბობმა. აი მაგდო ფიქრობ. ახრა ჯიგდები არიან. აი ამან არ ჯოგენ პრომეტის. ბრავო. And let's face it,
Real Madination. ხო. It's a traumatizing experience. I would just ალბათ. მაგას. ხო. You're ფონდე და ის თავს არანებდა და ეს მათიოდნენ. აი ხო რა აქ ესე რო გაწუხებენ ანუ არ უნდა შეწუხდე რა აქეთ შენც უნდა რაღაც იმას ხნა გაიხუმრო ხოლმე და ცოტა 2 წელი კი მაშინ არ ვიცოდი ეს ტექნიკა რომ მეც უნდა გავერთო მაგ პროცესით ეხლა ისე სიამოვნებას ვიღებ ხოლმე ვიღაცებს რო ველაპარაკები და 9 საათი შემიძლია ჩამოუჯდე და ველაპარაკო დღეს იქაც რამდენი ველაპარაკეთ რაღაცის კიდევ უნდათ მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხო და რავი მაგრამ ყველაფერი გართობა შეგიძლია თუ ეცდები ბოლომდე დაგვიღამდა მოგნება აი ეს არის აქვე ქალაქის ცენტრში ლუქსორის ტაძარი და ლუქსორში ხშირია კიდე ეს გემი რესტორნები რამდენად ჩანს არა ჩანს და ძალიან პოპულარულია კი და ინგლისელები არიან ხო ჩვენ დავდივართ აქეთ რაღაცა ვეძებთ ადგილობრივი რაღაცას საკმაოდ საწყარი ბურგერი ვჭამეთ რომელიც არ ვიცით ხოლმე როგორ გავდივართ ლაბა Yes. Excuse me, Turkey? Where from? Georgia. From Georgia. Excuse me, 1 second, please. We don't know. We just talking. Okay. My sister, I'm sorry. But I take video. Okay, why not? Okay. How are you? Hey. What's your name? My name is George. George. My name Ali. Your wife? Come on Yes, here, yes. come on here. What's your name? Nadia? My name Nadia? Like Egyptian name? Like Egyptian, yeah. Yes, Nadia, that's my mother. You have a cousin, same Nadia. Yeah. My name Ali. I am driver the Kalesh. I'm Luxor. That's your Ferrari. Yeah, not Ferrari. Not Ferrari? I am Maserati Ali. or Yeah. some? Okay. Excuse me, sir. Today Ramadan Oh yeah. and breakfast now Yeah. finish. Iftar, yeah. No, I'm Iftar. Yeah. Today you have a big market there, the big bazaar. I know. No, I know. No, Luxor 2 market. I know. This I know. market. It's my third time in Luxor. No problem. Excuse me. Anyway, if you want help me Okay. for 1 hour round or like this, you know how much? How much? Honest price? Yes. Honest? Honest. £100. And find this Egyptian too pound. much. No, excuse me. I'm not 100. saying 200 Terayin. It's too much. Excuse me, Still. 100 about $2. Okay, but we don't Excuse need me. it now. We Because just walk museum is around. closed now. Yeah, I know. We just Museum walk around excuse on me, the my island. sister Nadia. My sister, help me. Excuse me, if you want, tell me. Excuse me, But I can recommend you to other tourists. From Georgian tourists. Thank you, sir. I am Ali. Ali, Yeah, always at the yeah. Luxor I am in temple. Luxor temple in Luxor. Please help me for £100 because I want to open the day. £100 is Egyptian, not rich. But I don't For the have boss. money. I have card here. Card, the Visa card there. But that's too far. No, excuse me, same way in the market. No, no, Excuse no. me. Well, Akhi, help me. Akhi. we My sister. can't help you now. Maybe later. I help too many people Okay, every excuse day. me. My name Ali. You know my face now, huh? Yes, yes. My face in here. Yeah. If you want, Okay. you tell me come, huh? Leave me 100 ton after 200. Okay. Thank you. Yeah, no Thank you, problem. Nadia. Thank you very much. აჰა, ვიღაც გიშოვეს, მაგრამ ეგ არ გამოიყენეთ. ნუ ძვირი თქვა, არა, ძვირი. 9 საათი კატაობა ხო, მაგრამ ეგ კატაობა რაც გავიდე. თუ იმეს გინდათ რომ აყროლებულ ცხენებზე იჯდეთ. კატაობისთვის არ არის, ეგ უნდა იმას ქნა, თუ სხვა ტაქსალმე მისვლა გინდა, ტაქსად გამოიყენო. აი, კატაობით ახლა მაგით რავი. ჯობია ბარემ გამოიყენო რა სადღაც მიღწევა. ჩვენ ორს რატო მოგწევენ სულ და აი მაგალითად ეხლა ჩვენ უკან მიდის რამდენი ევროპელი. კი. 10 კაცი, აქ კიდე ჩვენ ორნი ისე გამომწვევები ვართ რა ესე. ანუ 20 კაცი არ ჩვენ ორნი ვიდგეთ, მარტო ჩვენ მოგვარდებიან და დაგვიწევენ იმედი საათი ლაილაი. შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდები ვართ. აქ ისეც ამზადად სულ ასე კენი ხალხია. და ალბათ გონიათ რომ ჩვენი მოტყუება უფრო მარტივია და ანუ ძალიან მარტივად იმაშობია რა. მაგრამ მაგას მაგრამ ისეა მე რამდენსაც ხოვებ ხოლმე. იცი რა, ეგ ούτε შარშანში. ხო გონია რომ ხო იცი რომ გათხოვებენ ყველაფერს. ხო. მე ხო ევაჭრები. ხო. მე ხო გონია რომ მოუგე. მაგრამ მაინც მოტყუებები ხარ. იმიტომ რომ იმდენად იაფია რაღაცეები, რომ აი შენ უკვე მე შენი გონება მაგას მაგდენად ანუ ვერ აღიქვამს რა, რომ აი ეგეთი იაფი შეიძლება რაღაც გირდეს რა და ანუ არც მოგდის რომ ეგეთი იაფი უთხრა რაღაცაზე. ხო. საერთოდ არ აქვს. ხო, აი ის მაგალითად ის public ferries
100 გავარკვიეთ. იაფად გადმოვე. 15 პაუნდი, ანუ რაღაც წავიკითხე რომ, ანუ 15 პაუნდი გადავიხადეთო რა. ხო და რომას მეთქი? არა, თვითონ 15 public ferry-ზე ერთი იხდი. ხო და ანუ მეთქი, 15, ანუ წინაზე თუ 10 ვიხდით თქო, ეხლა გამოვაგებული ფასები 15 კაია თქო, აღმოაჩინე რომ 5 ღირდა ეხლა. ხო და ანუ მაინც და ხო. იაფია ბევრად ყველაფერი. ფრენკი შეღავები, მაგრამ შეიძლება ხუთი. ყველაფერზე ეგრეა. წავედით ეხლა, მერანათია. ჩვენ სასტუმროს აქვს late evening entertainment-ი. გართობენ, გახალისებენ, ეხლა წერან რაღაცები წაკამაცდნენ რა, ოღონდ ისე რა. ის რომ გადაიღებთ, მაგრამ ლა. უყურებდი, არ მეცადა. ეს ვიც აწვალებდნენ ისე. ანუ ჩვენი სასტუმრო არის ნილოსის პირას. და ესენი თამაშობდნენ საღამოობით ეწევიან ხოლმე ხაშს. ანუ სულ ეწევიან ხაშს, საღამოობით განსაკუთრებით. და მე რავი დომინოს თამაშობენ ან არც ან რაღაც ეგეთ თამაშს რა. ხო და ერთმა ბიჭმა შედარებით ახალგაზრდამ ცოტა ნერვები მოუშალა ვიღაცეებს რა. ხო და ესენი გამოეკიდნენ და აი სასტუმროს პირას გვაქვს ნილოსის შემონაკადი რა. ძალიან ბინძური. ნავიც არის რა, შეგიძლია ნავით გაიკაცო რა, გაიკატაო. ხო და ეს ბიჭი ჩახტა ამ ნავში გავიქცეოდა. ანუ წასვლელი არცადაც არ არის რა. რატო წავიდნენ? ნავზე რატო ვიცი რავია რატო. Egyptians. ხო და ესენი გამოეკიდნენ აქედან ნაპირიდან ესვრიან აგურებს წყალში უწყაპუნებენ რომ ეს დასველდეს 1.5 საათი ხო ნახევარი საათი მიდიოდა მაგ ბიჭის წვალება და ტანჯვა რომ წუწავენ და რაღაცა ინგლისელი ხალია ესე სამს no ეხა ის პოტერი დაიწყო რომ please no too much მაგრამ ესენი თამნებოდნენ რომ ცუდი რაღაც თქვაო ცუდი არ უნდა ეთქვაო და თან იცინოდნენ რა ანუ ეხლა მეგობრულად იმუშავებდნენ მაგრამ მაგრად გაწუწეს ბიჭი ანუ სასტუმრო დააქციეს ქოთანი გატეხეს იქაურობა დაანგრიეს ვაზაით გაის გადაარეს მე რო გამეკეთებინა ხო უნდა გადაეხტავინებინა ჩემს წესი 15000 პაუნდი რაღაცა it was a waste from my 2000 pounds okay you know how much Frank miss you know how much you know how much you know how much ego what's that case okay right where's tomorrow okay my name is Ali remember maybe tomorrow ხო და ესე იმასკენ ეხლა წავედით აქ გადაღება აღარ შეიძლება მაგრამ თან მოვედით ხო ეს არის